ჩვენი შემდეგი სტუმარია პროექტ მიმღერეს მონაწილე ბარათაშვილების ოჯახი. ბატონი პაატა ბარათაშვილი და მისი შვილები მარიამ და ნესტან ბარათაშვილები. მოგესალმებით, ჩემო მოგესალმებით. ულამაზესო და უნიჭიერესო ბარათაშვილებო. რაც დაიწყო მიმღერე, იმის შემდეგ, აი სულ უფრო მეტად იმატებს პირადად ჩემში და როგორც ვაწყობ ყველა მონაწილეში იმის სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი მქონდეს ერთმანეთთან შეხება, ურთიერთობა და მართლაც აი ერთი მეორეზე ნიჭიერი მონაწილეები არიან ყოველ სეზონზე და ამით წლევანდელი სეზონიც გამოირჩევა და დღევანდელ დღეს რა თქმა უნდა მე არ გავუშვებდი შანსხელინა რომ მომეწვია და მადლობა დღეს ჩვენ შოუში მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გაიხარეთ. ძალიან გვიხარია რომ თქვენ გადაცემაში ვართ დღეს. მადლობა ჩემო გირბასო. ძალიან დიდი მადლობა. მით უმეტეს სამიონი ბრძანდებით შესანიშნავი ხელოვანები თქვენს შემოქმედებას იცნობ ძალიან კარგად ქართველი მაყურებელი და თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლები და ბატონი პატასგან დავიწყებ როგორც ოჯახის უფროსი და ბატონო პატა თქვენ რაც შეეხება სიმღერას. დიახ. შენ შემოქმედება და სიმღერით იწყებს? ჩემს ირგვლივ, ჩემს ოჯახში. სულ ყველა მღეროდა. აბსოლუტურად ყველა. ერთი ბებია იყო მღეროდა იმაში გალობდა ეკლესიაში, მეორემ დაამთავრა კონსერვატორია, დედა ჩემი მღეროდა, მამა ჩემი მღეროდა, ჩემი ძმა მღერის ძალიან კარგად. მე კიდე ესე იგი ეტყობა სპილომ დამაბიჯა ყურზე. ახლა ოჯახი რომელიც შევქმენი. ჩემი მეუღლე კვარტეტში მღეროდა. ადრე ერქვა მაგას და თან მუსიკას მცოდნია და ადრე მაგ კვარტეტს ერქვა პუშკინის კვარტეტი. მაშინ პუშკინის ინსტიტუტი იყო. უფროსი გოგო ოპერის მომღერალია. უმცროსი მღერის გადასარევად. და შესაძლებელი მსახიობი. ძაღლი მოიყვანეს პატარა ოჯახში და გეფიცები ისიც მღერის ეს კი მოგრე ჩემს გარდა ყველა მღერის რა. სამაგიერო მიმღერეში ვერ მონაწილეობ. შემოვიყვანეთ მიმღერეში. მაგრამ ახლა მე გეტყვი ერთ რაღაცას. მე მაგ ისეთ სცენაზე ნამღერი, რომელზედაც ძალიან ბევრი დიდი ოპერის მომღერალი ოცნებობს. ჯგუფი ვიყავით მილანში და დაგვათვალიერებიეს ლასკალა. ცარიელი დარბაზი იყო და ავარდის სცენაზე. და ვიმღერე სულიკო. ასე რომ ლასკალაში ნამღერი გახდა. ლასკალაში ნამღერი გახდა. რა გასაკვირია რომ ვიმღერე სცენასაც თუმცა ესე იგი მაინც ხელი ტვირთი ვოკალურია ასე თქვა საშემსრულებლო მიმართულებით გოგონებზე გადავიდა. რა თქმა უნდა. მანზე გადადის. რა მინდოდა მეკითხა, როდესაც ნესტარმაც და მარიამაც აირჩიეს ხელოვნების გზა. თქვენი რეაქცია როგორ იყო? მამა თქვენის მსგავსად ესე იგი უკმაყოფილება გამოხატეთ თუ პირიქით გაგეხარდათ რომ სცენა აირჩიეს? მე ძალიან გამიხარდა. ძალიან გამიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ეს რა რთული გზა არის, ძალიან გამიხარდა. და ეცი რაშია ჩემოგია საქმე ადამიანს საითკენაც მიუწევს გული, იქითკენ უნდა წავიდეს. რა თქმა უნდა. არ უნდა ჩაერიოს ამაში არავინ. აი ესა. მით უმეტეს როცა ხელოვნებაზეა. რა თქმა უნდა. საუბარი არა, გოგოების თქვა კაშკაშა ნიჭიერება იმდენად ზედაპირზე იდო რომ დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოვიდა, მაგრამ მაინც კითხავ ჩემო გვირფასო მარიამ, სანამ აი საოპერო ვარსკვლავის მდგომარეობამდე და ეტაპამდე მოხვიდოდი. შენ როგორ დაინტერესდი სიმღერით? ჯერ პატარა რომ ვიყავი, შემიყვანეს საესტრადო სიმღერაზე, მე ფორტეპიანოზე ნიჭიერთა 10 წლებში და შეხოთშორის 2 წლებში გასვა. ხო, შეხოთშორის ცუდად არ ვუკრავდი, მაგრამ რაღაცა ფორტეპიანო არ მიყვარდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, მინდოდა ისევ სიმღერაზე და აი მაშინ დედაჩემი რადგან მუსიკოსია, პაატა რადგან მსახიობა, ბია მიხვდნენ რომ უფრო საოპერო ხმა მქონდა და ესე პაატამ ესე კოსტიუმების ხიბლით და ლამაზი კაბების ხიბლით და მე პრინციპში ამ სფეროში ვინ ჩედის, აი ბავშვია დიდია, მე არ მინახავს ამ სფეროში ადამიანი, რომელმაც ფეხი შედგა და უკან გამოდგა. მართლა, ან თუ იმ თავიანთ ოცნებებს ვერ აღწევენ ხოლმე სამწუხარო შემთხვევაში, მაინც იქ რჩებიან, ხდებიან აი ეს გიჟი მელომანები და აი ამითი ცხოვრობენ,
ან აი ესე ბოლომდე მიდიან ამ გზაზე, იმიტომ რომ მართლა ჯადოსნური სამყაროა. მე დარწმუნებული ვარ, ხა მე დრამატული თეატრის სცენაზე არასოდეს არ ვმდგარ ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მსგავსი ხიბლია, ეს სცენის მტვერს რო ეძახიან, მაგრამ ოპერის სცენა იმის გარდა რომ ვთქვათ სცენაზე დგახარ, იმ ხელა ემოციებს განიცდი, აი იმ სიყვარულს, ტრაგედიას, ტკივილს, სიხარულს, აი ამ ჯადოსნური მელოდიებით, რომ აი მართლა მე ვხუმრობ ხოლმე, რომ აი უვერტურა რო იწყება, ვგრძნობ სისხლი როგორ დუღდება აი აქედან და ყველა ესეა ჩვენ სფეროში, ყველა ადამიანი და მეთანხმება ამაზე და ამიტომ და თანმე ძალიან მიხარია და მინდა კიდევ ერთხელ მაყურებელს ვთქვა, რომ ჩვენ წინვალეთ წარადგენ შენს ხელოვნებას არა მხოლოდ ჩვენში, არამედ რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უცხოეთში და მინდა როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა დიდი მადლობა გითხრა შენ აი ამ დიდი მადლობა. სხვათა შორის, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ქართველი ადამიანებისგან ასეთი შეფასება, იმიტომ რომ როდესაც საზღვარგარეთაც მიწევს სპექტაკლის, წერ ხოლმე აი ჯგუფები თუ არის, ვთქვათ, რომელ ქალაქშიც ვარ, ხო არის იმ ქალაქის ჯგუფი Facebook-ზე და წერ ხოლმე რომ თუ ვინმე არის ქართველი იქნებ, მოვიდეთ დავპატიჟებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მით უმეტეს სხვა ქვეყნის სცენაზე დგახარ და რო იცი, თუნდაც უცხო ადამიანი, მაგრამ ქართველია შენიანია. ის შენია და სულ გინდა რომ იყოს ვიღაც შენიანი იქ. მით უმეტეს უცხოელების აღიარება არ გაკლია და ამ ყველაფერსო შენიანი უცხეს ორმაგად სასიხარულოდ ახსენი შენ დრამატული სცენის მსახიობი რაც განიცდის არ ვიცი და აგერ ყავს ორი ექსპერტი ამ მიმართულებით და გადავალ ბუნებრივად ესათა ჩემო ძვირფასო შენს ფარამიდა კითხო პირველ რიგში ერთი და იგივე სცენას იყოფთ ხოლმე შენ და მამა ანუ იგივე ერთ და იგივე თეატრის მსახიობები ხარ ჯერ რა არის შენთვის სცენა და მეორე რა განცდა როდესაც მამასთან ერთად სცენაზე გახარ ეს ჩემთვის ნაცნობი შეგრძნებაა და როცა ერთი და იგივე აი შემოქმედებითი ოჯახის წევრი ხარ ბავშვობიდან გავიზარდეთ უმანიშვილის თეატრში, მამიდან გამომდინარე, დავყვებოდი სულ და ვესწრებოდი ყველა რეპეტიციას, ყველა სპექტაკლს და სხვაზე არც არაფერზე არ მიფიქრია, აქედან ანუ არასოდეს არ მქონია რაღაცაა დაშვება მაინც, რომ შეიძლება მსახიობი არა და სხვა რამე ყოფილიყავი და მამასთან ერთად სიმართლე რო ვთქვა, თავიდან ძალიან დავიძაბე. აი ძალიან არ მიყვეს ვიცი ეგრევა ხო აი ვიძაბებოდი რა რაღაცნაირად აი მაინც პაატას შვილია თუ რაღაცა ის გოგო აი რაღაც ეგის მქონდა რა შეგრძნება რომ ეგრე იმაშვებიან ეხა უკვე ძალიან მსიამოვნებს მაგრამ თავიდან ძალიან არ მსიამოვნებდა ბოდიში მამა თავიდან აი რაღაც ხო და თან აი კაც მე რაღაც შენიშვნებს რო ვიღებ შენიშვნებს მაგრამ აი იმ წამს რაღაცა აი ის მქონდა რა არ მსიამოვნებდა ძალიან არც მამასთან ერთად და არც მამას მეგობრებთან ერთად დიდად. ანუ ყველას ხაზი გადაუსვი. არა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, მაგრამ მაინც ვიძაბებოდი რა გუწრფელად ვამბობ. აბსოლუტურად გასაგები შეიძლება. ეხლა უკვე ძალიან მსიამოვნებაა. მაგრამ ორმაგად მნიშვნელოვანია ყველაფრის დაძლევა და როდესაც შენ შენი ადგილი დაიმკვიდრე. ახლა მითხარი, დასთან ერთად მღერა სცენაზე როგორია? ძალიან რთული. ესე იგი მე ბავშვობის მერე არ მიმღერია საერთოდ ერთადერთი მე მიყვარს ძალიან სუფრა და სუფრაზე სიმღერა მსახიობებთან ერთად და მომღერალ მეგობრებთან ერთად აი ესე სუფრაზე თუ რაღაც წავიმღერებდი და სცენაზე ძალიან მეშინოდა კი არ მეშინოდა თავიდან დიდად არ მეშინოდა მე უფრო შემეშინდა რა აი უკვე როცა ფაქტის წინაშე დავდი უფრო მარტივი მეგონა რატომღაც ხო და მე მივხვდი რომ ეგეთი მარტივი არ არის და თან ამდენი ხნის მერე გამიჭირდა მოკლედ რა რთული იყო ჩემთვის ესე ძალიან და ეს ეპიზოდები მშვენივრად გადალახე რასაც მეგობრებდა კი სხვათა შორის მართლა არის სირთულე ის რომ მე აბსოლუტურად სხვა ტემბრი მაქვს ნესტან სხვა ტემბრი ტესიტურულათაც სხვადასხვაგან ვართ და ის რომ ეს დაჯდეს და ერთი დუეტი გამოვიდეს შეხმატკბილებული და ეს ხმები ესე ვთქვათ რბილად გადადიოდეს ერთმანეთში მართლა ძალიან შრომატევადი ყოფილა ყველაზე მეტად მანერვიულებდა ეგ, იმიტომ რომ რაღაცნაირად მე აბსოლუტურად სხვა მარიამს აბსოლუტურად მარტო რომ ემღერა ალბათ ეგრე არ ვინერვიულობ. სხვა შეიძლება ეს მიმღერეს გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ ჯერ ეს ერთი ჩვენ სცენაზე დაგვაყენა ერთად და იდოსტატები არიან მაგაშიც. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა და სულ მადლობას ვეთქვი მიმღერეს გუნდს, იმიტომ რომ შეიძლება ეს გადაცემა რომ არ ყოფილიყო, მე ვერასოდეს ვერ დავმდგარიყავი ან ნესტანთან ან პაატასთან ერთად სცენაზე და ამისათვის მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები. მათი შემოქმედებითი გუნდი პლუს ისე მუშაობს, რომ
აი მართლა შევძელით მათთან ერთად რომ ჩემიდან ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ჟანრის ხმები, სხვადასხვა რეგისტრის ხმები, ესეთ კარგი დუეტები გამოვიდა მე მგონი. გადამალახინეს ეს რა ნერვიულობა. თავიდან რაც ხა არ გაინტერესებთ მე როგორ მოხდი? როგორ არ მაინტერესებს სცენაზე? მე ვძერწვავდი. და გადაწყვეტილი იყო რომ უნდა ჩამებარებია სამხატვრო აკადემიაში ქანდაკებაზე. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ხატვა მეხერხებოდა ვერ ვიტანდი ხატვას. ნუ არ შემეძლო რა, ნუ ვერ ვიტანდი. არა და მოქანდაკე თუ ხარ ჯერ უნდა დახატო. ეს აუცილებელი, ამიტომაც გადავიფიქრე. წავედი რუსთაველის თეატრში, რაღაც სპექტაკლი იყო. ხო, სიბრძნე სიცრუისა. და უყურებ სპექტაკლს და ვიღაც მსახიობები, რომლებიც აი ესე ფილმებში მყავს ნანახი, ნუ ნახე სცენაზე. მომეწონა ყველაფერი, მაგრამ ზოგიერთები იყო ისეთი შესრულება, რომ მეთქი ამაზე კარგად მე გავაკეთებ. საერთოდ ძალიან ხშირი. დამწყებს ყოველთვის ეს ამბიცია აქვს. და არა და მაბარებიებენ იმაში, რა ქვია, გპ-ში სარკინიგზო მშენებლობა არის, სადაც ყველაზე პატარა კონკურსია. არ მინდა ამ იმაში, რა ქვია, სარკინიგზო მშენებლობაზე შესვლა რაღაცა და ნუ მაგრამ ნუ მამაჩემის ხათრით შევედი გამოცდაზე, ვითომ და გამოცდაზე. ამ დროს გამოცდაზე ავიდნენ ეს აბიტურიენტები, მე კიდე შევედი ტუალეტში და გავსკდი სიგარეტების მოწვევით. და რომ დავინახე რომ უკვე გამოდიან და გამოვყევი ამათ მეს. თურმე მამაჩემს ვიღაცა შეუგზავნია რომ დახედე ერთი რაშობა როგორ ის მე გამოვიდა და ვერ ვნახე ეს შენი შვილიო კაცო და რომელიაო და ნუ მოკლედ და იმათთან ერთად გამოვედი გახარებული რა ესე გაღიმებული სახით და მამაჩემი მეუბნება რა მიიღე და ჩავიჭერი თქო მაშინ იყო როგორ იცი მანქანას აბარებდი გამოცდას გპ-ში მაშინ ხო და აბა რა გიხარიაო მე მეუთხარი ამ ხალხს ხო არ დავანახებ რომ ჩავიჭერი და ვითომ და მე ვითომ ცოტა ხანში აცხადებენ რომ აბიტურიენტი პაატა ბარათაშვილი არ გამოცხადდა იმაზე რა ქვია გამოცდაზე და ამიტომაც გამხილეს უმალ. ეს რაკეტი მამა არ მინდა ეს სარკინიგზო აბა რა ჯანდაბა გინდაო თეატრალური მინდაო დედა რა დავაშავე ამისთან აი შემოიტყა ხელი წავედი მე იმაში რა ქვია რუსთაველის თეატრში მოვეწყე სცენის მუშად და სერგო ზაქარიაძე გეძახისო ვიღაცა მეუბნება სერგო ზაქარიაძე წარმოიდგინე ტიტანი ამხე გენიოსი ტიტანი და რამხელა ფიგურა რამხელა პიროვნება და მივედი და რატომ ეძახის აზე არა ვარ ხო მეთქი ჩემი გაგდება ხო არ უნდა იმიდან თქო რაღაც ეგება ხო არ მოვეწონე რაღაცა და არ მოვეწონე ამ კაცს და მაგდებენ და შემოდი შვილო შევედი მსახიობობა გინდაო შვილო აქ რატომ მუშაობო და დიახ თქო მეუთხარი კარგიო მაშინო მეო რას გავაკეთებო იციო აი პატარ-პატარა ეპიზოდებშიო ხო თხოვო რეჟისორებსო რომ დაგაკავონო და გამიხარდა არ მოიდგინე და ამ დროს მოხდა რა გარდაიცვალა ბატონი სერგო და წავედი და ჩავაბარე ბატონ მიშა თუმანიშვილთან ჯერ კიდე არ ვიცოდი ვისთან ვაბარებდი რა გენიოსთან მივდიოთ და აი ესე მოხდი ამ შვენიერ პროფესიაში. ეგრეერება მართლაც აი ამ ერთად მე გავხსენით ეს თუმანიშვილის თეატრი, რომელიც დღეს თუმანიშვილის მაშინ ერქვა კინომსახიობთა სახელოსნო ერქვა და საოცრება იყო. რა თქმა უნდა დღეს მე სიმღერის გარეშე ვერაფერს გაგიშვებ და მინდა სული და გულით გთხოვოთ რომ აი ის სიმღერა შეასრულოთ რომელიც აი წარდგენის ეპიზოდზე აჟღერდა ამჯერად ჩვენი შოუს სცენაზე მინდა გთხოვოთ რომ მომზადე და ჩვენი შოუს მაყურებელს შევთავაზოთ აი ეს სიმღერა Shuri tangai misare
ყვედება შორიდან გაისმის სარების ხმა თენდება გაიღვება სხივებით პირიმსის იღვიძებს ჩემი თბილისი გეძახის თბილისური ნიავიდილისო სული ხომლე დარები ზეცაში გაბრინდა სიყვარულს დაგიფიცე შენ ჩემო თბილისო კეთვი რომ მე უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა რამდენი აქვს სათქმელი ვინიცის იღვიძებს ჩემი თბილისი რამდენი აქვს სათქმელი ვინიცის იღვიძებს ჩემი თბილისი იღვიძებს ჩემი თბილისი უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, ბარათაშვილების ოჯახს წარმატება უსურვოთ ამ შესანიშნავი ოჯახის თითოეულ წევრს.